ყველა 2000 სკოლის სასადილოების შემოწმება ამჟამად მიმდინარეობს. ამ დროისთვის 200 სკოლა შემოწმებული და ყველგან და თითოეულში სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა გამოვლინდა. ხოლო 71 სკოლაში სასადილო საერთოდ დაიკეტა, ადმინისტრაცია კი დაჯარიმდა. დეტალებზე ახლა ზურაბ ჩეკურიშვილის სურსათის უნებლობის სამსახურის ხელმძღვანელი ისაუყრეს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. რა არის ის ტიპური დარღვევა, რომელიც ფაქტურად ყველგან აღმოჩნდა და მათ შორის ამ დარღვევებს შორის ყველაზე მძიმე რა არის? მოგესალმებით, მინდა მოგახსენოთ, რომ სკოლების და საბავშვო ბაღების სასადილოები, კვების ბლოკები, ისევე როგორც ჩარშან, წელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტთა რიცხვია. დიახ, ჩვენ ვაგრძელებთ და წელს იქნება ძალიანად შემოწმებული სკოლების სასადილოები, მაგრამ ეს პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითქმის კი ყველგან არის აღმოჩენილი დარღვევები, იქნება მძიმე თუ ნაკლებად მძიმე. აი, რაზე საუბრობთ, თუ წარმოდგენილი? ძირითადად ეს არის სანიტარო-ჰიგიენური წესების დარღვევა. ჭუჭყი არის ჭუჭყი, ზოგ შემთხვევაში სარეცხი საშუალებები არ არის სადეზინფექციო საშუალებები და ეს სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყოს ცალკე მოთავსებული, პერსონალს ხალათი არაცვია, ზოგან არის ასე ვთქვათ, საერთოდ ცხელი წყალიც არ არის კვების ბლოკში, ზოგან თითქმის ყველგან ტემპერატურული რეჟიმები, ანუ შენახვის დარღვეულია, ზოგან საერთოდ მაცივარიც არ არის. მათ შორის ალბათ თუ აი საბეფარაშებში არ არის ხელის დაბანის და საპონი ხშირ შემთხვევაში იგივე ხევადის რასაკვირველია, ყველაფერი ამ შემთხვევაში ეს ძალიან კომპლექსური პრობლემაა, აღმოჩნდა ძალიან კომპლექსური პრობლემა. კერძოებით შეამოწმებთ? კერძოებსაც ვამოწმებთ და საჯაროს, ანუ აბსოლუტურად ყველა იქნება შემოწმებული ამ წლის განმავლობაში. რაც ამ დროისთვის არის, ანუ ორივეს ეხება ეს პრობლემები, რაც თქვენ წარმოაჩინეთ? კი, ორივეს ეხება ძირითადად და იცით რა ვქენით, ჩვენ იმ დასკვნამდე მივიდით და ჩვენი ევროპელი, ასე ვთქვათ, პარტნიორების დახმარებით ჩვენ დავიწყეთ ტრეინინგის კურსები. დღესაც მიმდინარეობს სხვათა შორის ეს ტრეინინგის კურსები, ჯერჯერობით საბავშვო ბაღებს ეხება ეს. მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს, ჯერჯერობით თბილისში არის და შემდეგ გადავალთ უკვე ქუთაისში და ბათუმში. დავატრენინგებთ ამ პერსონალს, თუ როგორი უნდა იყოს, როგორი მოწყობილი უნდა იყოს. აი 71 სკოლაში რა იყო ისეთი, რამაც აი თქვენ გიკანახდოს დრამატული საშინელი ანტისანიტარია იყო, ესე იგი საერთოდ თვითონ ისინი მეტი არის ყველაფერი მთელი რიგი დარღვევები იყო აი ამასთან დაკავშირებით და ამიტომ მინდა მოგახსენოთ და კიდე გავაფრთხილო ეს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო იქნება ძალიან მკაცრი და ესე იგი არანაირ კომპრომისზე არ წავა არავისთან. იცოდეთ, იმიტომ რომ აქ საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას, ჩვენ შვილებს, ჩვენ შვილიშვილებს და მაქსიმალურად ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოვიყვანოთ იმ სტანდარტებთან და იმ ჩარჩოებში, რომელიც არის განსაზღვრული. თან შემოწმება ეხება ძირითადად აი სანიტარული პირობების დაცვას და არა უკვე თქვათ შინაარს, ანუ რა საკვები არის, ბავშვებს საუბრობენ, რომ ძვირია, თქვათ ძველია და ასე შემდეგ. ეს უკვე თქვენ აღარ მოიცავთ. იცით რა არის პრობლემა არის კომპლექსური. ეხლა რაც შეეხება ფასებს, ამასთან დაკავშირებით სურსათის უნებლობის სააგენტოს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია, მაგრამ ზუსტად სურსათის უნებლობის ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე, ანუ ეს არის მიკვლევადობის პრინციპი, ჩვენ ვაკონტროლებთ მთლიანად მთელ ჯამს, ანუ წარმოებიდან, დისტრიბუციიდან და ასე შემდეგ, უკვე საბოლოო მომხმარებლამდე. ასე რომ ამ კომპლექსურ ღონისძიებებში ხდება არამხოლოდ, მინდა ყველა მიცოდეს, რომ არამხოლოდ ეს კვების ბლოკები და სასადილოების, სკოლების და საბავშვო ბაღების, არამედ მათი მიმწოდებლებიც, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მარტივად ყველაფერი ნორმალურად იყოს სკოლის კვების ბლოკში, სანიტარო-ჰიგიენური ესე იგი სტანდარტების მიხედვით, მაგრამ უკვე აი გზაში სანამ რასაკვირველია, ამან შეიძლება გამოიწვიოს. არის თუ არა თქვენ რეკომენდაციებს შორის, რომელსაც განათლების სამინისტროს ამ შემოწმებებზე დაყრდნობით წარუდგენთ, ისიც რომ რადგანაც ბავშვებს ეხება საქმე და არსებობს მსოფლიო გამოცდილება იმისა, რომ მათ
განსაკუთრებული კვება ჭირდებათ, განსაკუთრებული სტანდარტები, რომ აი ეს შეიქმნას და დაწესდეს, რომ აი ნებისმიერი საკვები არ შევიდეს, თუნდაც ის არ იყოს, ვთქვათ, ვადაგასული. რომ აი ბავშვს შეესაბამება რაღაც გარკვეული კალორიები უნდა მიიღოს და იმის შესაბამისი ტიპის საკვები უნდა შევიდეს. არ იყოს ჩიფსები ან რაღაც ისეთი, ვთქვათ, საეჭვო, ვთქვათ, არაჯანსაღი საკვები, რასაც უწოდებთ ჩვენ. ეს პრობლემა დგას, ჩვენ ამაზე ვფიქრობ და რასაკვირველია ამაზე ვიმუშავებთ, რასაკვირველია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად. ეს აუცილებლად გაკეთდება. პლუს იცით რა არის? ჩვენ გვინდა ეხლა ქალაქ თბილისის მერიასთან, განათლების სამინისტროსთან ერთად. იცით რა არის? ეს აქ არანაირი ბიზნესის, ასე ვთქვათ, უფლებების შედახვა არ იქნება. ის ტენდერები, რომლებიც ცხადდება, რასაკვირველია ალბათ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ მიმწოდებელს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცნობილი იქნება როგორც კეთილსაიმედოდ. ანუ ეს თქვენ აღნიშნეთ, რომ როდესაც ეს ჩვენს მომავალ თაობაზე, ჩვენს ბავშვებზე. და ალბათ ისინიც, ვინც აი თქვა ბავშვებისთვის ქმნის პროდუქციას. რასაკვირველია, დიახ. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. გაეროს მონაცემები